თავი მე-12. ერთხელ იესომ გაიარა ნათესებში შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდა დაიწყეს თავთავების ფშვნეტა და ჭამა. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთება შაბათ დღეს არ შეიძლება. მან კი უთხრა მათ: ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს, როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას ეჭმებოდა და არც მის მხლებლებს, მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს ეჭმებოდათ? ან და არა მოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არ ღვევენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან, ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს, ვინაიდან შაბათის უფალი კაცის ძია. იქიდან წასული მივიდა მათ სინაგოგაში. აჰა, იქ იყო ხელგამხმარი კაცი და კითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: შეიძლება თუ არა განკურნება შაბათობით? ხოლო მან უთხრა მათ: რომელიმე თქვენთაგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე, ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება. მაშინ უთხრა იმ კაცს: გაიწოდე შენი ხელი. მანაც გაიწოდა და ისევე საღი გახდა როგორც მეორე. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესომ შეიტყო და იქაურობას გაეცალა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა და აუკრძალა მათ ამის გახმაურება, რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს: აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს, არიდავებს და არ იყვირებს და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუკს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს და მის სახელს მიენდობიან ხალხები. მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა. მთელი ხალხი გაკურვებული იყო და ამბობდა: ეს ხომ არაა დავითის ძე? მაგრამ ფარისევლებმა რომ მოისმინეს, ეს თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს. მაგრამ იესომ ხვდებოდა რა მათ ფიქრებს, უთხრა: ყოველი სამეფო თავის წინააღმდეგ გაყოფილი გაუდაბურდება და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლევს. თუ სატანას დევნის, თავისავე წინააღმდეგ გაიყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თუმე ბელზებულით დევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან, ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. თუმე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი. ან და როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს. ამიტომ გეუბნებით თქვენ, ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სული წმინდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მას მიეტევება, მაგრამ თუ ვინმე იტყვის სული წმინდის წინააღმდეგ, მას არ მიეტევება, არც ამ წუთის სოფლად, არც მომავალში. ან ხეთს კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეთ ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ, რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტის საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს, ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები. მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა მიუგო: მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან. ხოლო მან მიუგო პასუხად: ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა. ვინაიდან როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში 3 დღესა და 3 ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება 3 დღესა და 3 ღამეს დედამიწის გულში. ნინევიელები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დაადებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.
სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ უდგმასთან ერთად და მსჯავრს დაადებს მას, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი. როცა არაწმინდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მერი ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, მაშინ წავა და თან მოიყვანს 7 სხვა სულს, თავისზე უბოროტეს, შევლენ და დაბინავდებიან იქ. და ამ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც. როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომლებიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედა შენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ. მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: ვინ არის დედა ჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები? ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: აჰა, დედა ჩემი და ჩემი ძმები, ვინაიდან ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურულს შეასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.